ამათ ადარდებთ საქართველოს, ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინც ამას უყურებს? აგე? ცხელს საჭმელს ურიგებენ. სასაცილოა, სასაცილო, ხალხი საჭმელად გამოდის, სასაცილოებიანია. აი, რას. მეთქი ვისეუნება. ვერასდროს ვერ მოვა, ვერასდროს. ეს გაპროტესტების ნიადაგას ნაცია. არ იქნება იქ სამართალი. აი ეს არის ყველაზე ცუდი. რომ დღეს ჩვენ ქართულ მოქალაქეებს ვინ რას აპროტესტებს? გოგავა მბრძანა რომ სააკაშვილმა გვითხრაო 12 წუთი და 15 წუთი ისე დაიწყე ომი. ხო მბრძანა ბატონო, ჩვენი ბრალი ხო არ არის ეს იმან რო თქვა. და დღეს ესენი აპროტესტებენ სამარცხინო ივანი წულუკიანია. მე ვიტყვი რომ წულუკიანი არის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი საქართველოში ქართველი საამაყო ქალი. სვანების ღირსება, ქართველების ღირსება, ნამდვილად საამაყო ქალი, რომელიც სრულ სურათს და სრულ ილუსტრაციას ახდენს იმისა თუ ვინ იყვნენ ეს ნაც გადასაშენებლები, ნაც ჯალათები. აი ეს არის თავი და ბოლო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნაცი დაუსჯელი არ დაждდება თუნდაც 12 წლის თავზე. დიახ, უნდა დაისაჯონ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ეს ნაც ჯალათები. გადაკეტილი აქვს და ერთობიან სუპებს ურიგებენ, ყავებს ურიგებენ. აი, ხო გაჩვენეთ კადრი არა? დგას ხალხი, იმიტომ რომ ჭამონ და სვან. და უკან გაძახებენ მონას. აი ესე თვითონ მონები. ევროპა ამერიკის მონები აქეთ გეძახიან შენ მონას, ხო? წარმოგიდგენიათ? აი ესე ჩემო კარგებო. ვიმედოვნებ, რომ ეს ამოიძირკვება ნაც დასჯად იქნება ნაც სექტა, ნაც ბანდა, ნაც მკვლელი, ნაც გამყიდველი, თუ კი რამე შეიძლება ნაც ცუდი თქვა, ყველაფერი შეიძლება ნაც მიუსადაგო. იმდენად ამაზრზენი ხალხი არიან ესენი.